ამერიკასა და ნატოს შორის ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს შორის გაუარესებული ურთიერთობა მსოფლიო გეოპოლიტიკურ მოცემულობას ცვლის და ახალ მსოფლიო წესრიგს ადგენს. დანის მფლობელობაში არსებული გრენლანდიის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპელი ლიდერები ვაშინგტონს ევროპის დასუსტებისა და დამორჩილების მცდელობაზე მიუთითებენ. ამერიკის პრეზიდენტის პოზიციონირება და მიდგომები სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევად და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევად ფასდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულ ურთიერთობას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან თბილისიდან. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის ყველა დონეზე შეჩერების და ევროპელი ლიდერების კრიტიკული განცხადებების გათვალისწინებით მიმდინარე გლობალური პროცესების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მმართველი გუნდი პარალელს საქართველოსთან ავლებს და ევროპელ მაღალჩინოსნებს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს და საქართველოს მიმართ პოზიციონირებას ახსენებს. ამავე კონტექსტში განიხილება უკრაინის ომის დასასრულებლად რუსეთთან დიალოგის დაწყების საჭიროება, რაზეც ბოლო კვირებში ევროპაში საუბარი სულ უფრო აქტიურდება. უკვე აღარც ისე დაუჯერებელ ამბავში თავისი ცისფერი მთებით გრენლანდია. ევროპასა და ამერიკას შორის ახლა არ მხოლოდ გეოგრაფიულადაა მონიშნული რუკაზე, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების შუაშიცაა მოქცეული. დავიდრე ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად ევროკავშირის წინააღმდეგობისა, გრენლანდია მაინც ამერიკას დარჩება. ევროპელ ლიდერებს კი რეალობასთან შეგუებას ასეთი ფოტომონტაჟებით ურჩევს, ევროპული მიწებიდან უფრო და უფრო მეტი წუხილი ისმის. წუხილი სუვერენიტეტის უპატივცემულობაზე, სხვის შიდა საქმეებში ჩარევაზე და ბოლოს იმაზე, რომ ბედნიერი ვასალობიდან ურთიერთობები უბედურ მონობასა და ღირსებას შორის არჩევანამდე მივიდა. ახლა იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ არჩევანის გაკეთება გიწევს თავმოყარეობის შენარჩუნებასთან. ერთია ბედნიერი ვასალი იყო, სულ სხვა იყო უბედური მონა. ახლა უკან თუ დაიხევ, ღირსებას დაკარგავ. თუ ამ არჩევანზე ახლა ამერიკის პოლიტიკით შეშფოთებული ევროკავშირი ჩივის, სულ ცოტა ხნის წინ იგივეზე ევროკავშირის პოლიტიკით შეშფოთებულ თბილისში ჩიოდნენ. ახლა კი ქართულ პოლიტიკურ ნარატივში უკვე ნიშნის მოგების ნოტები ჩნდება. ევროკავშირს ახლა ემართება ის, რასაც ხვის მიმართ ახორციელებდა უსამართლოდ მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. აი ზუსტად იგივე უბრუნდება ბუმერანგის პრინციპით, წუწუნებენ პირდაპირი გაგებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებზე და მოქმედებებზე, რომ რატო ერევა თურმე ამერიკა ევროპის შიდა საქმეებში. გამარჯობათ მეგობრებო, მოვიდა სამართლიანობა თქვენთანაც. ამ რიტორიკულ შეკითხვას შესაძლოა ბევრი პასუხი ჰქონდეს და მაინც ქართული გადმოსახედიდან ბევრი რამ საინტერესოდ გამოიყურება. მაგალითად, ბოლო 2-3 წლის აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას მოჰყვა. ვიდრე ამ ურთიერთობების გამო ბევრი ამბობდა, რომ საქართველო პროევროპული კი არა, პროჩინური ქვეყანა იყო, ბოლო 1 წელიწადია თავად ევროკავშირი ჩინეთთან ურთიერთობების ახალ გზებს ეძებს, განსაკუთრებით შტატებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე. ევროპული სახელმწიფოები ჩინეთთან ხან სამიტებს ორგანიზებენ, ხან ცალ-ცალკე სტუმრობენ აღმოსავლურ სუპერსახელმწიფოს და აი ბოლოს ემანუელ მაკრონმა, როცა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცის, BlackRock-ის დამფუძნებლის თანხლებით დავოსის ფორუმის ტრიბუნამდე მიემართებოდა, შტატები მწვავედ გააკრიტიკა. ჩინეთი კი სხვა მასშტაბში დაინახა. ჩვენ მივესალმებით ჩინეთს, მაგრამ ის, რაც გვჭირდება, არის მათი პირდაპირი ინვესტიციები ცალკეულ სექტორებში, რათა ამით ხელი შეუწყონ ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. მართალია პრეზიდენტ მაკრონს საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გამო პირდაპირ არასოდეს გაუკიცხავს, თუმცა ბევრი სხვა რამის გამო ემანუელ მაკრონს ოფიციალური თბილისისთვის კრიტიკა ნამდვილად არ დაუკრია. საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ, თუ ცალ-ცალკე ინდივიდუალურ ანგარიშებზე ბევრი ისეთი რეზონანსული განცხადება იძებნება თბილისში პოლიტიკურ ხმაურს, რომ ხელს აძლევდა. მაგალითად, ფრთხილი პოლიტიკის შეფასება, რომელსაც საფრანგეთის პირველი პირი პრორუსულად და ანტიევროპულად თვლიდა. ამიტომ 1 წლის წინ თამამად საუბრობდა საქართველოში რუსულ გავლენასა და ჩარევაზე. საქართველო აშკარად ექვემდებარებოდა ჩარევასა და მანიპულაციებს. კვლავ მინდა დავუჭირო მხარი მათ, ვინც იცავს დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ გზას. ამ გზას მაშინ ვინ და როგორც მაკრონის, ისე ბევრი სხვა ევროპელი ლიდერის აზრით მხოლოდ ქუჩის პროტესტი მიჰყვებოდა და არა ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში საერთაშორისო სანქციებს კი შეუერთდა, მაგრამ საკუთრივ სანქციები არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, რომელთანაც საქართველოს 18 წელიწადია დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს.
აქვს. სამაგიეროდ იმ ქვეყნებმა, რომელიც საქართველოს პრორუსულობას ედავებიან, ეს დიპლომატიური ურთიერთობები შეინარჩუნეს კიდეც და ერთი კვირის წინ, სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით რუსეთთან ურთიერთობებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. ეს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის პირველ პირს ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ინფორმაციით უფრო ხშირად ესაუბრება, ვიდრე ზოგიერთ ევროპელ ლიდერს, რომლებსაც ტრამპმა უკრაინაში ანტისამშვიდობა პოლიტიკის ხელშეწყობაში ღიად დასდო ბრალი. ამასობაში კიდევ ერთი გზავნილი გერმანიიდან გაისმა. ფრიდრიხ მერცმა, რომელიც ემანუელ მაკრონთან ერთად იყო რეზონანსული განცხადების ხელმომწერი, რომელიც საქართველოს ანტიდასავლურ კურსს მწვავედ აკრიტიკებდა, რამდენიმე დღის წინ რუსეთი ევროპულ რუკაზე დაინახა. რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ჩვენი უდიდესი მეზობელი. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ბალანსის აღდგენა შევძლებთ, თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება გარანტირებული იქნება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას შევაბარებთ. ამასობაში, როცა რუსეთი ევროპული ქვეყანაა, საქართველო კი ანტიევროპული, რომელიც რუსეთისკენ მიდის, სუპერსახელმწიფოებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. დონალდ ტრამპმა ახლად შექმნილ მშვიდობის საბჭოში, რომელსაც ბევრი გაეროს ალტერნატივადაც მიიჩნევს, რუსეთი უკვე მიიწვია. ამავდროულად საბჭოში მიწვევა მიიღეს და უკვე გაერთიანდნენ კიდეც ბელორუსი, ისრაელი, უნგრეთი და აზერბაიჯანი. მაგრამ ამ საბჭოში არც მიწვევა მიუღია და არც გაერთიანებულა ჯერჯერობით არც საქართველო და არც ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა. არ არის საუბარი მარტო იმაზე, რომ მერცმა თქვა, რომ თქვა რუსეთი ევროპაა. საუბარი იმაზეა, რომ რუსეთთან უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს. ეს ეხა ანტიევროპული განცხადებაა თუ ანტიამერიკულია? თქო, როცა თქვენ საუბრობდით, რომ საქართველოში თურმე სუვერენიტეტის დაცვა ყოფილა ანტიევროპული, ანტიამერიკული, ეხა რატო არ საუბრობთ, რომ მერცი, მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ანტიამერიკულ განცხადებებს რო აქვეყნებენ შტატების მიმართ, რატო არ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ გვახსოვს, როგორ აბულინგებდნენ, რა ზეწოლის და წინეხის ქვეშ ამყოფებდნენ, მათ შორის საქართველოს, როდესაც ჩვენ ვცდილობდით დაბალანსებული, რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა მსხვილ სახელმწიფოებთან. ამიტომ აქ ჩვენ ეს განცხადებები, რაც გვესმის ევროპის კონტინენტიდან, არაფერი გასაკვირი არ არის. ჩვენთვის ამიტომ არის საზოგადოებას ამიტომ ხსნით, რომ თავარი ამოსავალი წერტილი არის ის, არა სხვა არასი ლაპარაკი და სხვის დაკრულზე ვიცეკოთ, იმიტომ რომ მათი გემოვნება, მათი ინტერესი, მათი პრეფერენციები იცვლება ყოველთვიურად. თავარი არის ჩვენ რა ინტერესი გვაქვს და როგორ გავატარებთ აი ამ ინტერესს საქართველოში. ბოლო 4 წელიწადია საქართველოში ხშირად ისმის, რომ ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. თუმცა მეორეა რა ისმის გარედან. და ახლა როცა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება დღითი დღე იზრდება, ევროპელები კავშირებს ეძებენ ჩინეთთან და ახლა უკვე რუსეთთანაც. ამასობაში საქართველოსთან ჯერაც არ აღდგენილა ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ტრამპის დაბრუნებამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა. არც ევროკავშირს უცდია გადატვირთვა შეჩერებული ურთიერთობების ფონზე და გაცილებით ადრე 18 წლის წინ რუსეთთან გაწყვეტილ დიპლომატიურ კავშირებს მით უმეტეს აღდგენის პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ გლობალური მოთამაშეები თავად უნდა ჩამოყალიბდნენ. ბოლოს და ბოლოს საქართველო პრორუსული ქვეყანაა, პროევროპული თუ პროამერიკული. თორემ თავად თბილისში ღიად ამბობენ, რომ საქართველო მხოლოდ პროქართულია და ასე ცდილობს მშვიდობით გადაურჩეს გლობალური პოლიტიკის დიდ და მტკივნეულ გადალაგებას.